ბოლნისში დაფუძნებული პოდკასტური რადიო, სადაც სხვადასხვა თაობა, პროფესია და პერსპექტივა ერთმანეთს ხვდება. ჩვენი რადიო აერთიანებს დიალოგებს, ისტორიებსა და გამოცდილებებს. კვლავ მივესალმები საუბრის სივრცის მსმენელს, ხოლო დღესაც მიკროფონთან იქნება ქრისტინე ქუქჩიშვილი. დრო არის რომ ჩვენს რადიოში ხმოვანი ისტორიები და ამბები გავაჟღეროთ. საუბრის სივრცის ახალ რუბრიკასაც სწორედ ამიტომ დავარქვით ხმოვანი ისტორიები. ისტორია მაშინ ცოცხლდება, როცა მას გულით ყვებიან. ვლადიმერ ჩხეტიანი ისტორიკოსი და მასწავლებელი არა მხოლოდ წარსულს ყვება, არამედ ბავშვებთან ერთად ხსნის მას ყოველდღიურ გაკვეთილებში. გაკვეთილები, სადაც ფაქტები ხდებიან ისტორიები, ადამიანური ემოცია კი გამოცდილება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ ვლადიმერ ჩხეტიანი, ვარ ისტორიის მასწავლებელი ქალაქ ბოლნისში, სკოლა დავითიანში ისტორიის მასწავლებელი. მასწავლებელობა ჩემთვის შემთხვევით დაწყებული საქმე ნამდვილად არ ყოფილა. ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ისტორია და ყოველთვის მინდოდა და მომწონდა ზოგადად ამ ინტერესის გაზიარება სხვებისთვის. ხოლო აი უნივერსიტეტში სწავლისას მივხვდი რომ ცოდნის გადაცემა ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე დავუშვათ პროფესია, იმიტომ რომ ეს არის ურთიერთობის ფორმა და ამავდროულად საშუალება და ზოგადად ეს პროცესი საინტერესოა ჩემთვის ცალკეც. მართალია რომ სკოლაში კაცი მასწავლებლები ცოტანი ვართ, მაგრამ ეს სირთულედ კი არა პასუხისმგებლობად მიმაჩნია და ვიღებ როგორც პასუხისმგებლობად და გამოწვევა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით რომ მოსწავლეებმა დაინახონ როგორ შეიძლება კაცი მასწავლებელიც იყოს მშვიდი, სამართლიანი და სასიკეთო მაგალითის მიმცემი მათთვის. ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ ასე და მინდა ასეთი ვიყო მათთვის. პირველი გაკვეთილები, როგორც წესი, ცნობის მოყვარეობით იწყება. ბავშვები ინტერესით აკვირდებიან ხოლმე როგორი ვარ, მაგრამ ურთიერთობა მალევე ყალიბდება ბუნებრივად და მათთვის მთავარი არის დაინახონ მასწავლებელი რამდენად სანდოა და მართლაც ცდილობს თუ არა მათი ინტერესების გათვალისწინებას სწავლა-განვითარების პროცესში. ყოფილა შემთხვევები, ცოტა სასაცილო შემთხვევა ერთი მახსენდება, ახლა ავტობუსში ტელეფონზე ვესაუბრებოდი ერთ ჩემ ნაცნობს და ვახსენე, გამოჩნდა ჩემი საუბრიდან, რომ მასწავლებელი ვარ და გვერდზე პატარა ბავშვი იყო, დედამისი ახლა დედამის ყავდა რა თქმა უნდა გვერდით და დედა ნახე კაცი ბიჭი მასწავლებელი გადაუჩურჩულა გახარებულმა და გაკვირვებულმა. გამეცინა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დეფიციტია ჩვენს დროში კაცი მასწავლებლები ნამდვილად. ჩემთვის ეს სამივეა ერთად, საქმეც, მოვალეობაც და ინსპირაციაც, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ უფრო ინსპირაცია, რადგან მასწავლებელს ყოველდღე ხვდება ახალი თაობის ადამიანები, რომლებიც შენს ენერგიაზე რეაგირებენ და როცა ხედავ მათ პროგრესს, განვითარებას და განვითარების დინამიკას, ეს ყველაფერი ამად ღირს და საინტერესო არის. ბავშვების სამყაროში ძალიან ბევრი თავისუფლებაა და ინფორმაცია ჭარბად, რაც ერთის მხრივ კარგია, მაგრამ ამავე დროს სჭირდებათ სწორი მიმართულების მიცემა, სწორ მიმართულებაში მათ დახმარება და ღირსების გამყარება, ღირსების გრძნობის გამყარება, რათა თავისუფლება არ აერიოთ უპასუხისმგებლო თავნებობაში. მათთან მუშაობა თითქოს მუდმივი დიალოგის პროცესია. აი რა დროსაც შენ თვითონაც მასწავლებელი სწავლობ იმას თუ როგორ ხედავენ ისინი სამყაროს და ცდილობ მათ დაანახო მათთვის უცნობი ან ნაკლებად შესამჩნევი სხვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მხარეები. თუ არა მარტო ცხოვრებისეული, ზოგადად ინფორმაციული იქნება ეს თუ ცხოვრებისეული მხარეები. თუ კი ბავშვებმა დაინახეს შენში ნდობა, ისინი იხსნებიან შენთან და გეკითხებიან ისეთ საკითხებს ცხოვრებისეულს, რომელიც დაუშვათ მათთვის პირველია, ახალია და აინტერესებს შენი გამოცდილება, როგორ მოაგვარებდი ან რას ურჩევდი და ასე შემდეგ. ეს ბუნებრივია და მე ვფიქრობ, ყველა მასწავლებელს მეტნაკლებად ეს გამოცდილება აქვს მოსწავლეებთან ურთიერთობაში. ყველაზე რთული არის მართალი რომ გითხრათ, ალბათ სხვა მასწავლებლებიც დამეთანხმებიან, ყურადღების მუდმივი შენარჩუნება.
მეტნაკლებად ყველა ახერხებს ამას, მაგრამ აი რამდენად არის ეს მოხერხება მუდმივი, ეს ალკე საკითხია და მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის მასწავლებლისთვის, რადგან ბავშვებს ბევრი რამე იზიდავთ, ამიტომ უნდა იყო მაქსიმალურად მუდამ საინტერესო მათთვის და თანამავდროულადაც ცვალებადიც. ენერგიას კი მაშინ ვიღებ, დადებით ენერგიას, როდესაც ვხედავ, რომ გაკვეთილი როგორც იტყვიან, აი წყალივით მიდის, როცა ბავშვები მეც და ერთმანეთსაც ყურადღებით უსმენენ და სვამენ აზრიან შეკითხვებს და გამოთქვამენ გონივრულ საკუთარ მოსაზრებებს, ხო? აი ეს არის დადებითი ენერგიის წყარო მნიშვნელოვანი მასწავლებლისთვის, მე ვფიქრობ. და როდესაც თავისი ჩათესილი მარცვალი კეთილად ღვივდება და შედეგს ხედავს მასწავლებელი რა მოსწავლეში. ბავშვები ხშირად ამბობენ ისეთ ფრაზებს, რაც მოულოდნელია და მაგრამ გულწრფელია და ზოგჯერ აი ამ მოულოდნელ გულწრფელობაში უფრო მეტი ითქმება ხოლმე, ვიდრე წინასწარ დაუშვათ დაგეგმილ რაღაცაში და ამაში არ არის პირფერობა, იმიტომ რომ ბავშვი ზოგადად უფრო გულწრფელია ხოლმე, ვიდრე უფროსი. აი მაგალითად ერთხელ მოსწავლემ მითხრა, რაც ძალიან მესიამოვნა, რომ მას თქვენ ისტორიას ისე გვიამბობთ, თითქოს იქ იყავითო და ამ სიტყვებმა ერთდროულად გამაცინა კიდეც, გამახარა კიდეც, მოტივაციაც შემატა, რადგან ესე იგი ასეთ შემთხვევაში გაკვეთილი ცოცხალია მათთვის და ეს სასიამოვნო არის მასწავლებლისთვის, მით უმეტეს ისტორიის მასწავლებლისთვის. მე ვფიქრობ, საჭირო არის ბალანსი. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ ბალანსს, მეგობრობა კი არა, უფრო ნდობა არის მთავარი. მათ უნდა იცოდნენ, რომ მასწავლებელი მათ მხარეს დგას, მაგრამ მაინც მასწავლებელია. და როცა ეს ზღვარი სწორად არის დაცული, მე ვფიქრობ, ურთიერთობა მაშინ ხდება საუკეთესო. მე ვფიქრობ, მასწავლებელი და ნუ ბიჭი, კაცი მასწავლებელი უნდა იყოს პირველ რიგში, ჩემი აზრით, სამართლიანი. და რაც ეს ზოგჯერ სიმკაცრესაც გულისხმობს, რა თქმა უნდა. ზოგჯერ მოქნილიც უნდა იყო, დამთმობიც უნდა იყო, ისე რომ მათ ამით ესე იგი ზედმეტად გათამამების საშუალება არ მისცე რა. თავარი ის არის, რომ ბავშვებმა იგრძნონ მათდამი პატივისცემა და სამართლიანობა. მაშინ შენ სიტყვასაც მე ვფიქრობ, მათთვის მეტი ძალა და წონა აქვს. და როდესაც ისინი გრძნობენ შენში მათ გულშემატკივარს, მომთხოვნსაც, მკაცრსაც, მაგრამ სამართლიანსაც მეტი პატივისცემა ექნებათ მასწავლებლის მიმართაც და ვფიქრობ, კარგ მაგალითს აიღებენ ზოგადად ერთმანეთის მიმართაც და ცხოვრებაშიც სხვებისადმი და ურთიერთობებში. რომ არა ისტორიის მასწავლებელი, ალბათ მე ვიქნებოდი უფრო იურიდიული მიმართულება მაინტერესებდა, ფილოსოფიური მიმართულება მაინტერესებდა და ფსიქოლოგია. ან ფსიქოლოგი, ან ფილოსოფოსი, ან იურისტი, შესაძლოა სოციალ-პოლიტოლოგიც. მე ვურჩევდი მოსწავლეებს, რომ არ დაკარგონ ფუჭად დრო. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და ყველას გამოგვიცდია ეს. და რახან გამოგვიცდია, უფროსებმა უფრო ვიცით დროის ფასი ბავშვებთან შედარებით და მე ვურჩევდი, რომ არ დაკარგონ დრო. და განსაკუთრებით მშობლებსაც მინდა აქვე ვურჩიო, რომ განსაკუთრებით მიაქციონ ყურადღება გარდატეხის პერიოდში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად თავიანთი შვილის ნიჭს. ეს რჩევა ჩემ თავსაც ეხება, მეც ჩემს თავს ამას ვურჩევ და ყველა დანარჩენ მასწავლებელსაც, რომ მასწავლებლებმაც მშობლებთან ერთად უნდა მივაქციოთ ბავშვის უნარებს ყურადღება, ვის რა ნიჭი აქვს. და არჩევანი როდესაც მოსწავლე აკეთებს დგება ხო გადაწყვეტილება პროფესიის არჩევაში, აუცილებლად უნდა მიაქციოს თავის შესაძლებლობებს და მიდრეკილება მისწრაფებებს ყურადღება, იმიტომ რომ ღმერთმა ყველა გარკვეული მისიით მოგვავლენა ამ ქვეყანაზე და ყველას ერთნაირი უნარები არ მოგვცა, თუმცა არც ერთს არ დასწყვეტა გული და ყველას რაღაც ნიჭი მისცა. ნუ ზოგს მეტი და ზოგს ნაკლები, თუმცა ადამიანმა შეიძლება ერთი ნიჭი განავითაროს ისე რომ უდრი აღემატებოდეს ვიღაც მეორეს, რომელსაც დაუშვა და 10 საქმის კეთების ნიჭი მიეცა, მაგრამ სიზარმაცისა და დაუდევრობის გამო არც ერთი არ განავითარა. ამიტომ თუ აქ მივდივართ უკვე იქამდეც საქმე, რომ ნიჭიერი და ზარმაცი არის, ასეთი ფრაზა, ხო? ნიჭიერი და ზარმაც ჯობია იყოს ნაკლებ ნიჭიერი, ნიჭი არავინ არ არის, მაგრამ შრომის მოყარე. შრომის მოყარეობა უკვე უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი ნიჭია. ამიტომ ბავშვებს ვურჩევდი, რომ ისწავლონ შრომის მოყარეობა, დროის სწორი მენეჯმენტი, დაორგანიზება და დაგეგმვა დღისა, რა დრო დაუთმონ გართობას, რა დრო დაუთმონ სწავლას
ძილს და ასე შემდეგ. თავისი საქმის და მოსწავლეების სიყვარული, პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომის მოყვარეობა. ეს არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი არის ჩემი აზრით. ბოლნისი ისტორიული ქალაქია ნამდვილად და მხარე, მოგეხსენებათ ჩვენი ბოლნისის სიონი ცნობილი არის საქართველოს ერთ-ერთი პირველი დამწერლობა ჩვენთან არის ნაპოვნი და გარდა ამისა ეს მხარე ყოველთვის გამოირჩეოდა ასე ვთქვათ კულტურათა თანაკვეთით და მოგეხსენებათ სამხრეთიდან ხშირად იყო ხოლმე ჩვენთან კულტურული და ასევე ცუდი გამოცდილებაც გვაქვს რა თქმა უნდა, თუმცა ცუდთან ერთად გვაქვს მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითები და ასე რომ აი ამ ქვემო ქართლის რეგიონში და მათ შორის ბოლნისშიც ხშირად იყრიდა თავს სხვადასხვა ეთნოსის ადამიანები და ეს ადამიანები ერთმანეთთან თანაცხოვრობდნენ, ხო? ვისაც დაუშვათ ბოლნისი არ აქვს ხოლმე ნანახი, მე ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ერთ-ერთი პირველი რაც უნდა ნახონ, ეს არის ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ეროვნულ მუზეუმს ექვემდებარება და იქ ერთ-ერთ დარბაზში, შუა საუკუნეების დარბაზში არის საფლავის ქვები, რომლებიც მეტყველებს ერთმანეთთან სხვადასხვა სარწმუნოების და მენტალიტეტის ადამიანების თანაცხოვრებაზეც თან ისე რომ ერთმანეთისგან რომ კულტურებს იზიარებენ და ეს თანაცხოვრება ჩვენ შეგვიძლია ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება შეგვიძლია სხვებს ვასწავლოთ იქით და ვიქცეთ მაგალითად როგორ შეიძლება სხვადასხვა კულტურის სხვადასხვა მრწამსის და ეროვნების ადამიანებმა საერთო ენა გამონახონ მშვიდობიანად თანაცხოვრების. აი დღევანდელი ბოლნისი, რომელიც იმ სახით, რომელიც დღეს არის, როგორი ხო ისტორია, ხო ბევრმა იცის, ბოლნისელებმა განსაკუთრებით იციან, რომ ეს არის მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ახალდაპყრობილი იყო საქართველო რუსეთის მიერ, რუსეთსაც აწყობდა მის პერიფერიულ ქვეყნებში, ამ შემთხვევაში საქართველოში, საქართველოს პერიფერიაში, სადაც მოსახლეობა შემცირებული იყო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ისტორიულად რამდენჯერმე გაწყდა მოსახლეობა ფიზიკურად და სხვადასხვა ეთნოსები შემოდიოდნენ, სახლდებოდნენ და ქართველებიც ბევრი არ ცხოვრობდნენ, მოკლედ აწყობდა თვითონ რუსეთის იმპერიასაც, რომ დაესახლე და აჯანყებები ხდებოდა პირველ წლებში, რა თქმა უნდა, რუსეთის მიმართ და რუსეთს აწყობდა, რომ ისეთი დასახლების პუნქტები არსებულიყო საქართველოში, რომელსაც ის დაეყრდნობოდა და ასეთად იქნა მიჩნეული ის გერმანელები, რომლებიც იქნენ აქ ჩამოსახლებული, გადმოსახლებულები და მათ გარკვეული შეღავათებიც მიეცათ აქ, რომ ესე ვთქვათ, განევითარებინათ შიდა ნახევრად დამოუკიდებელი კოლონიური ქალაქები. და ყველაზე დიდი კოლონიური დასახლება იყო სწორედ ეს კატერინენფელდის ეს დასახლება, რომელსაც დღეს ბოლნისს უწოდებთ და ამ გერმანელებმა ბევრი რამ ქართველებისგანაც გაიზიარეს და ისწავლეს, რაღაცები თვითონ ჩამოიტანეს და ქართველებმა ვისწავლეთ მათგან, ღვინის და კულტურა ახლა საქართველოს როგორც ღვინის სამშობლო და მეღვინეობის აკვანი, რა თქმა უნდა ჩვენ დავახვედრეთ გერმანელებს ჩვენი ცოდნა, თუმცა მათაც გაგვიზიარეს და ჩამოიტანეს იგივე კასრების კულტურა და ასე შემდეგ, ქალაქის ევროპულ ყაიდაზე მოწყობის წესი ჩამოიტანეს და დაახლოებით 120 წელი მოუწიათ ხო ყოფნა მე, როდესაც მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს მათი გასახლების შემდეგ, აქ ძირითადად დასახლდნენ საქართველოს სხვადასხვა მხარეებიდან ჩამოსული ადამიანებით, ქალაქ ბოლნისი თვითონ, თუმცა აქ ადგილზე დარჩნენ სხვა ეთნოსის წარმომადგენლებიც და ფაქტობრივად ქალაქ ბოლნისის დღევანდელი ქალაქი წარმოადგენს რაღაც მულტიკულტურულ ნაკრებს, სადაც არის თანხვედრა საქართველოს ყველა კუთხის შვილისა, პლუს მეზობელი ეთნოსებისა, გერმანული კულტურისაც და აი ეს აყალიბებს ერთიანობაში რაღაც ახლებურ ბოლნისურ ტრადიციას, ბოლნისურ სულს. მე დავარქვი რაღაცნაირი ერთი სოფელ ქალაქია რა, პატარა ქალაქი, დიდი სოფელი ახლა ცუდი გაგებით, მე გულისხმობ იმ გაგებით, როგორც სოფელში ყველას რომ იცნობს და იცის, აი ასე არის ბოლნისში ყველას ვიცნობთ, მაგრამ თან ქალაქური სტილიც გვაქვს და ჩვენს მეზობელ ეთნოსებთან მშვიდობიანად თანავცხოვრობთ. ახლა მე ვასწავლი სკოლაში, სადაც
აზერბაიჯანელები, სომხები, ანუ არა ქართველებიც უბრალოდ არიან და სრული ჰარმონია არის ამ მხრივ. ძალიან კარგი არის, რომ ბავშვები მე მიხარია, რომ ბოლო წლებში სახელმწიფომაც ამაც მიაქცია ყურადღება, რომ ქართულს სწავლობენ ახალგაზრდებმა უკვე ბევრმა იცის ქართული ენა, რაც რა თქმა უნდა მათთვისაც კარგია და ჩვენ ყველასთვის კარგი არის, იმიტომ რომ ერთ ქვეყნის შვილები ვართ, ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და აი ეს ინტეგრაცია აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა.